მოგესალმებით. მეგახლავართ გოჩა გვარამია, არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა, რომელშიც ვარ დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით კონფლიქტებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხებში. როგორც ცნობილია, გუშინ ისევ ვერ მოხერხდა პარლამენტში განხილვა ოკუპაციის კანონში შესატანცულებებთან დაკავშირებით და სანამ ეს დაინიშნებოდა ბატონმა ზაქარიაშვილმა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში რამოდენიმე განცხადება გააკეთა. გუშინ კავკასიის ეთერშიც კი იყო საღამოს. მინდა აღვნიშნო, რომ მისი განცხადებები არის ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული და არის მტკნარი სიცრუე, რაც განსაკუთრებით მან გუშინ ილაპარაკა კავკასიის ეთერში. მე მინდა გითხრათ, რომ პირველი რაც მან განაცხადა, ეს მისი სიტყვებით თურმე ვიდრე არსებობს ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორი, როგორიც არის პრეზიდენტი და საპარლამენტო უმცირესობა, რომლებიც ყველანაირად გვიშლიან ხელს, რომ ფორმალური კონტაქტები მაინც ჰქონდეს კონფლიქტურ რეგიონებთან, პრობლემები ვერ მოგვარდება. როგორც ცნობილია, ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი იმას, რომ ზაქარიაშვილის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები საბოლოო ტერმინ ოკუპაციის მოშლას და გაუქმებას ემსახურება. ზაქარიაშვილმა თავისი განცხადებით, სადაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კონფლიქტურ და არა ოკუპირებულ რეგიონებად მოიხსენია, ჩვენი პოზიცია პრაქტიკულად დაადასტურა. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ზაქარიაშვილს ქვეყნის დეოკუპაციის საკითხის შესაბამისად ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა მიჰყავს იქამდე, რომ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების ჟენევის ფორმატი ისევ საქართველოს შიდა რეგიონალურ ფორმატში გადაიყვანოს, რასაც ადგილი 2008 წლამდე ჰქონდა. აღნიშნული კი მხოლოდ კრემლის ინტერესებში შედის. ასევე გაურკვეველია, თუ როგორ შეიძლება უშლიდეს ხელს ქვეყნის პრეზიდენტი და საპარლამენტო უმცირესობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ მარიონეტულ რეჟიმებთან არაფორმალური, ანუ არაოფიციალური ურთიერთობების დამყარებას, მით უმეტეს, როდესაც კავშირები პირადად მას უკვე წლების განმავლობაში გააჩნია და მისმა ამ კავშირებმა საქართველოსთვის რაიმე სასიკეთო შედეგებს მაინც ვერ მიაღწია და ვერ მოუტანა. ეს არა მარტო წინა ხელისუფლების დროს, არამედ შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კი. ასევე გაუგებარია და ყოვლად მიუღებელი ზაქარიაშვილის განცხადება, სადაც იგი ამბობს, რომ პრეზიდენტს ამ დრომდე არ მოუწერია ხელი სამინისტროსთვის სახელის შეცვლის გადაწყვეტილებისთვის, ხოლო პარლამენტში უმცირესობა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ინიციირებული ცვლილებები დროზე რეალიზებული არ იქნას. არ მოიძებნება ალბათ საქართველოში არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ეთანხმებოდეს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ისტორიული რეგიონები აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა სწორედ ამ რეგიონების დეოკუპაცია, ამ რეგიონების და იქ მცხოვრებლების შემდგომში საქართველოს სამართლებრივ სივრცეში რეინტეგრაცია უნდა იყოს. ზაქარიაშვილს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ისეთ რთულ საქმეში, რასაც მოლაპარაკებები ქვია, ნებისმიერ სიტყვას და ფორმულირებას თავისი დატვირთვა გააჩნია და განსაკუთრებულ მნიშვნელობა ენიჭება. ნებისმიერი ტერმინის არასწორად გამოყენება საფუძველს აძლევს ოპონენტს დიალოგი მისთვის სასურველ კალაპოტში გადაიყვანოს. აქედან გამომდინარე, ზაქარიაშვილის მოთხოვნა მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურის სახელის შეცვლა ყოველგვარ შინაარსაა მოკლებული და პრაქტიკულად ეს შეიძლება შემდგომ უკვე რუსეთმა თავის მიზნებში გამოიყენოს. რაც შეეხება ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის პოზიციას, რასაც რიგი უმრავლესობის წევრებიც კი იზიარებენ, იმდენი არგუმენტია უკვე გაჟღერებული, რომ დეტალურად ამაზე გაჩერება ალბათ ზედმეტი იქნება. ვიტყვით მხოლოდ ერთს. მსოფლიოში არ არსებობს ერთი პრეცედენტიც კი, როდესაც სახელმწიფო საზღვრის ერთი მონაკვეთის, ასე ვთქვათ, უკანონოდ გადმოლახვა წარმოადგენდეს დანაშაულს, ხოლო მეორე მონაკვეთის უბრალოდ დარღვევას. ანუ ერთ მონაკვეთზე უკანონოდ გადმოსვლა ეს იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, ხოლო მეორე მონაკვეთზე უკანონოდ დარღვევა ეს იყოს უბრალოდ ადმინისტრაციული დანაშაული. სახელმწიფო საზღვრის ერთიანობა საერთოდ ხელშეუხებელია და იგი გარანტირებულია არა მარტო ნებისმიერი ქვეყნის შიდა კანონმდებლობით და კონსტიტუციით, არამედ საერთაშორისო სამართლითაც. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ კავკასიის ეთერში ბატონი პაატას მიერ
გამოსვლა, სადაც იგი პრაქტიკულად წინა ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებდა და განაცხადა, რომ ოკუპაციის კანონში ცვლილებები შემსუბუქების მიზნით თურმე წინა ხელისუფლებას 17-ჯერ მოუხდენია, ეს არის მტკნარი სიცრუე. ყველა ის განცხადება, რაც კი ამ კანონთან დაკავშირებით გააკეთა, არის მტკნარი სიცრუე, გარდა იმისა, რაც საკითხი შეეხებოდა, რომ ცვლილებები ნამდვილად არის შესული შემდგომში. ეს კანონი მიღებულია, ძირითადი კანონი მიღებულია 2008 წლის ოქტომბერში, ხოლო შემდგომ განხორციელდა 5 ცვლილება. ეს ცვლილებები შეეხებოდა უკვე შემდგომ მთავრობის მიერ შემუშავებულ კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ჩართულობის ეგრეთ წოდებულ პროგრამის შემუშავებასთან ერთად ხდებოდა ეს პარალელურად ამ ცვლილებების მიღება, რათა ის პროგრამა არ ყოფილიყო წინააღმდეგი ამ კანონთან. ხოლო ის მუხლი, რომელიც ბატონმა პაატამ აღნიშნა, რომ ეს თურმე ცვლილების შედეგად ყოფილა კანონში მიღებული, რაც ითვალისწინებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ახორციელებენ ჰუმანიტარულ ან სხვა დახმარებებს, მათთვის აუცილებელია ამ კანონის დარღვევა. ისინი წინასწარ განაცხადით მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობას და მთავრობისგან იღებენ შესაბამის ნებართვას. ეს მუხლი 2008 წელს მიღებულ კანონში უკვედებს და იქ მხოლოდ არის სულ ორადორის სიტყვა შეცვლილი, ისიც იმ პროგრამასთან მიმართებაშია ეს ცვლილებები განხორციელებული. ამიტომ ყველაფერი ის, რაც მან ილაპარაკა გუშინ კავკასიის ეთერში, არის პირდაპირი სიცრუე. გარდა ამისა, მინდა გავამახვილო ხაზი ერთ რამეს, რომ ბატონ პაატას რატომღაც უჭირს პირისპირ დებატებში მონაწილეობა. ამიტომ მე პირდაპირ შემიძლია ნებისმიერ ტელეეთერის ტელესივრცეში, ნებისმიერ ტელეარხზე, სადაც იგი მოისურვებს, შემიძლია დაუჯდე და პირისპირ ვეკამათო იმ აბსურდულობაზე, რაც მან გუშინ გააკეთა კავკასიაში და მის განცხადებებში საერთოდ არის. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია ამ ყველაზე მტკივნეულ საკითხთან მიმართებაში. ბატონო პაატა, გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ და წლები ადგახართ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, ამ რეგიონების და იქ მცხოვრები მოსახლეობის საქართველოს სამართლებრივ სივრცეში რეინტეგრაციის საქმეში ტაძრამდე ნამდვილად არ მიგვიყვანს. თქვენი პოლიტიკი და გეგმებით საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას, რომ ჩვენ თვითონვე ჩამოვხსნით რუსეთს ოკუპანტის სტატუსს და ვაბრუნეთ პროცესებს იმ კალაპოტში, სადაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი უშედეგოდ და რუსეთისთვის კომფორტულ ვითარებაში მანამდე მიმდინარეობდა. ამასთან კრემლი მისთვის ჩვეული დიპლომატიური ვერაგობით დღის წესრიგში ოკუპირებული ტერიტორიების გარკვეული ფორმით აღიარებასაც კი დააყენებს, რომელსაც შემდგომ უკვე ვერსად გავექცევით. დიდი მადლობა, შემიძლია კითხვებზე გიპასუხოთ. ეს არ არის საგარეო კურსი. ის ცვლილებები, რომელიც ინიციერებულია ზაქარიაშვილის მიერ და პარლამენტში განხილვის სტადიაშია, მაგრამ ვერ განიხილეს, ვერ დაიწყეს ეს განხილვა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს, ახდენს დიფერენცირებას საზღვრებისას, სახელმწიფო საზღვრების დიფერენცირებას ახდენს. ანუ არსად მსოფლიოში არ არსებობს ის ფაქტი, რომ ერთ მონაკვეთზე, საზღვრის ერთ მონაკვეთზე მისი დარღვევა, უკანონოდ გადმოლახვა არის უბრალო ადმინისტრაციული დანაშაული, ხოლო დანარჩენ მონაკვეთზე არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ყოვლად მიუღებელი ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს კონსტიტუციას და შიდა კანონებს, რაც კი არსებობს, არამედ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. არ შეიძლება ამის მიღება. რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს მას ხაზი გასმული. საბოლოო ჯამში მივიღებთ, რომ ჩვენ სავაჭრო თემად უხდით უკვე რუსეთს ამ ტერიტორიების ჩვენს კუთვნილებას. ვერ გავიგე რას მეკითხებით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხო არის ფსოუზე სახელმწიფო საზღვარი, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ამის გადმოკვეთა არის უკანონოდ, იმიტომ რომ იქ ქართველი მებაჟის შტამს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა, არავის არ ურტყამს.
ანუ ადამიანი შემოდის, იპარება საქართველოს ტერიტორიაზე, არღვევს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და ეს ამ ცვლილებით უნდა გახდეს არა სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ ადმინისტრაციული დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება ყველანაირად საერთაშორისო სამართალსაც კი და არა მარტო ჩვენს კანონმდებლობას. იგივეა ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. გარდა ამისა არის უმატებენ ისეთ პუნქტს, რომელიც პრაქტიკულად ამინისტირებას უკეთებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აქამდე არღვევდნენ ამ კანონს არ უთანხმებდნენ საქართველოს მთავრობას და არ ჰქონდათ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიღებული ნებართვა, რომ იქიდან შემოსულიყვნენ და ეწარმოებიათ იქ ჰუმანიტარული და თუ სხვა რამე სახის საქმიანობა. მზად ვარ ამ თემებთან დაკავშირებით მივიღო მასთან დებატებში მონაწილეობა, სხვათა შორის მაესტროს მას ვხედავ, არგუმენტები მშვენიერი ფორმატია, მე მგონი ამისათვის. მოგესალმებით.